დედამეც ხელწითელქუდა გააგზავნა ტყეში ბებიასთან მიდიოდა კალათით ხელში ახალგაზრდა სამშვენებდა წითელი ზმანი კაბის ქვეშ დანუჩანდა ლამაზი ტანი წითელქუდას ბებიასთან მიქონდა პლანი იქნებოდა ასე სადღაც 20 ტარიანი ვინც ნაფასი გამოარტყა დააჯინა ტრაქზე ზოგი ტუალეტში გარბოდა ზოგი თივდა ტანგზე მაშინ ტყეს აკონტროლებდა დიდი რუხი მგელი ის ყოფილა ბოროტი და დაუნდობელი პრისტუპნიკი ავაზაკი ნარკამანი მკვლელი ბავშვობიდანვე აიღო ცხოვრებაზე ხელი წითელქუდას დანახვაზე მიიმალა ჩუმად იფიქრა გადაყლაპავდა გოგონა სუმად მაგრამ უეცად იდეა მოუვიდა თავში ბებოსთანაც მიმაცილებს სულელი ბავშვი გამოვიდა მიესალმა გოგონას ნაზად მისი ოქროს კილები ანათებს ლამაზად წითელქუდას არ დაიბნა არ შეიტყო შიში მგელი ზურგს უკან გალანძღა გაუღიმა პირში მერე იცით როგორ ხდება აურია გზები გამოცდილებას დაეწყო ბოროტი წლები თვითონ მოკლე გზით წავიდა წითელქუდა შორი გელი მიდის 4 ფეხით გოგო მიდის 2 გელი პირველი მივიდა და გააღო კარი სირბილისგან დაღლილია არის როგორც მწვარი კარებში რომ შევიდა დაინახა ბებოს ბალიშის ქვეშ აკაემი ედო ვერ მოასწრო გადატენვა უღალატეს წლებმა ავტომატის შიში არიციან გლებმა დაიჭირა და ბებია გადაყლაპა წამში ბებოს კბილის პროთეზი ჩააგდო ჯამში დაიკეთა სათვალე და დაიფარა ქუდი ასე მოიქცეოდა ყველა სხვა ქურდი მოწმინებით დაელოდა წითელქუდას მოსვლას გელი დროში იწვებოდა ვერასწრებდა მოფსმას აი როგორც ყველა მისი შემოვიდა ბავშვი ეს საიდანღაც მეცნობა გაუელა თავში ვერ მიხვდა რომ გელი იყო ჩამოართვა ხელი გელს ბებერის სახე აქვს და მოძრაობა ნელი რატომ გაქვსო თვალები ასე ძალიან დიდი გელი ოფში გაიწურა გადაეკრა ბინდი კარგად მინდა დაგინახო ჩემო წითელქუდა მოიწიე ჩემთან ახლოს ჩემო თოვლის გუდა გელი გოგოს ბებიას ძალიან წააგავდა თვალებში წირკლების გარდა დაღლილობა ჩანდა როგორც იქნა წითელქუდა ჩაეხუტა მგელს გელმაც არ დააყოვნა არ ფიქრობდა ბევს დაუნდობლად გადაყლაპა გოგონა მგელმა წითელქუდას ბღავილი ტყემ გაიგო მთელმა გელმა გარეთ გაიხედა ტყიდან რემბო მორბის მონადირის ფორმაშია თვალები აქვს ყორბის გელმა ბებოს აკაემი გადატენა წამში მონადირეს დაუმიზნა გასიებულ თავში მონადირე არ დაიბნა გაისროლა მისკენ მერე სწრაფად გადაგორდა დასამალად ხისკენ ტყვია თურმე მგელს გაარტყა გაუხვიტა წყავი გელი ძაღლივის კი არა კატასავის კნავის გამარჯვებული მივიდა და გაუჭრა ღიპი შიგნით ორი ქალი ნახა გამოყლევდა ტიპი ივაშკაცა დაეხმარა ამოწია რემბომ ხნეში ამოვლებული გოგონა და ბებო ეს საშიში ისტორია დავამთავრეთ კბილად ახლა ყველამ დაიძინეს ლოგინებში თბილად წითელქუდა კაიში გაიგო